დღეს საქართველოს ნაკრები შეეჯიბრება ესპანეთის ნაკრებს და შეეცდება საქართველო რომ მოიგოს ესპანეთის ნაკრებთან ერთ-ერთ მსოფლიოში უძლიერეს ნაკრებთან. ვნახოთ შეძლებს თუ არა. ჩვენ გადახალისებული შემადგენლობა გვყავს, იმიტომ რომ დისკვალიფიცირებული და ტრამვირებული გვყავს ლიხტენშტეინთან მივიღეთ ესეთები. და აქ ჩვენ ვიწყებთ თამაშს კვერნაძე. დღეს ახალგაზრდები გვყავს უფრო ფოტისა ნიკო უილიამსი გვიტევს. ამათაც გადახალისებული შემადგენლობა ყავთ დანიოლ ლამინი ამალ და მსგავსი ძლიერები არ ყავთ. და ლუკა ხარატიშვილმა ბურთი აიღო. აბუაშვილი აბა თუ იბრძოლებს. და მოდიან შეტევაზე ესპანელები. ფერან ტორესი გვიტევს. არ უნდა შემოატევინოს და აქ სამწუხაროდ პენალტია და ჯიმი ტაბიძე გააფრთხილეს წითელი კი არა ყვითელი ბარათით. და სანამ პენალტს დაგვირტყავენ, მინდა გითხრათ, რომ გუშინ იყო მსოფლიოს საკვალიფიკაციო რეალური. იქ თამაშობდა იტალია, ბოსნია ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო და ჩეხეთი, დანია. ჩეხეთმა მოუგო დანიას და გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რასაც მივულოცავთ. ძალიან კარგი გუნდი ყავს. ასევე მივულოცავთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას თურქეთსაც, მეზობლებსაც, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობდნენ. კოსოვოს კარგად დაამარცხეს და ბოსნია ჰერცეგოვინამ იტალია გამოაგდო, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მაგრამ ეგ ბასტონის ბრალი იყო, იმიტომ რომ წითელი ბარათი სიცვლელის გამო მიიღო, არც ისე სიცვლელი იყო, მაგრამ საჯით ცოტა ის იყო რა. და გვიტევენ ესპანელები ასე მარტივად, როგორ უნდა შემოატევინო ესპანეთს, აქ გადავრჩით, რომ თამაშგარე იყო. დაცვა გაიღო აქ, აი ასე მარტივად, როგორ უნდა შემოატევინო ესპანეთს. აბა აქ ქართველები მიდიან სიკუა მამაგეიშვილი ვეღარ წავიდა, ისევ ესპანელები გვიტევენ, აქ უნდა გადავრჩეთ რამენაირად. აბა თუ გადავრჩებით, კიდე გვიტევენ, ჩაწოდა მორატა და სამწუხაროდ ვერ გადავრჩით. და ლიდერობა უნდა ესპანეთს და არ დაიხევენ დიდი ანგარიშით მოგებაზე უკან. პირველ ადგილოსანი გავა ამ ჯგუფის პირდაპირ მსოფლიოზე, მეორე ადგილოსანი პლეი-ოფში თამაშებს, შესაძლებელია მის ამ მიმართ თუ ტოლეკულები ქონდათ. აბა ხარებაშვილი კარგი იყო, მაგრამ აქ წაგვართვეს. აბა ნიკო უილიამსი მოდის. აბუაშვილი კარგი იყო, კარგი ახალგაზრდები გვყავს. სიკუა ვეღარ გაუყოლა. აბა აქ უნდა გადავრჩეთ. თუ გადავრჩებით და ჯარიმა. კაი. აბა მოდიან. ესე არ შეიძლება, არ უნდა შემოატევინო ესე ესპანეთი. ესპანეთია. ისე გუშინ ესპანეთმაც ითამაშა იგი ეგვიპტესთან, სადაც ითამაშა 0-0. და გადავრჩით. ესპანეთი ესე არ უნდა შემოუშვა შეტევებზე. ეგ როგორ შეიძლება, თუ გინდა რომ გადარჩი და გოლი არ გაგიტანოს ესპანეთმა, უნდა ეცადო მაქსიმალურად, რომ ის შეტევაზე არ შემოუშვა. აქ კარგი კომბინაცია, კვერნაძე დარტყმა არ გამოვიდა, მაგრამ ჩააწოდა საჯარიმოში და გადარჩნენ. და ეს იყო კომბინაცია, ყველა მთვალები დააჭყიდა. ასე ერქვა ამ კომბინაციას სააღორ ქართველებს. და აქ პირველი ტაიმი მორჩა და მეორე ტაიმი
დაიწყო მეორე ტაიმი. მოდიან ესპანელები, მაგრამ კარგია. არა, ხარ არის კარგი. მოდიან ესპანელები, არ უნდა გამოუშვათ. აბა ეს როგორ შეიძლება ასე დაცვის გარღვევა? არ უნდა შემოვატევინოთ და სამწუხაროდ მორატას დუბლით იგებს ესპანეთი. დაუქვეკვირდი რა ესპანეთი რო გიტევს, არ უნდა ითამაშო კარგად დაცვაში, ეს რა არის? ეს რა გოლი გაგვიტანეს. აბა ისევ კომბინაციას ვცდილობთ. აბუაშვილი, კარგია. და გაუმართლეთ ესპანელებს ძელს რომ მოხვდა და გადავიდა ბურთი. უიგუშინ საქართველომ მალტას მოუგო 4-1. რა 21 წლამდე ნაკრებმა რაც ძალიან კარგია. აი აქ უნდა გადაურჩეთ ისევე. რას აკეთებთ ქართველებო? ჩამოვიდნენ საჯარიმოში და კარგი იყო. აბიძე, ოდიშარია, კაი შეტევა თუ გამოუვიდა. მარა აზაროვი და კაი ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ ზუსტი პასის გამო ის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა და რა ხდება აქ ხარატა, ლუკა ხარატიშვილი ბურთს დაეუფლება და მაღლა ამოარტყამს კვერნაძე თუ დაეწევა რა უნაი სიმონი გამოვიდა. ისე რომ ყავს მეკარე დევიდ რაია, რობერტ სანჩესი, კეპა, ის ჯოაუ გარსია. რატო აყენებ უნაი სიმონს, ან დევიდ რაია, რობერტ სანჩესი, ჯოაუ გარსია და კეპა ყავს და რაღა უნაი სიმონს მიასკდი ატლეტიკ ბილბაოს მეკარეს. ყავს არსენალის მეკარე დავიდ რაია, არსენალის მეკარე კეპა, ბარსელონას მეკარე ჯოაუ გარსია და მაგარია უნაი სიმონი რატომცა რა. მაგრამ რავი, მე უფრო დევიდ რაიას ჩავაყენებდი. ან ის სანჩეზიც შეიძლებოდა. მამაგეიშვილი კვერნაძე არა. მოდიან აქ ისევ ესპანელები. კაია ხარებაშვილი. მაგრამ ვერ დააზღვია ეს სახიფათოა. სახიფათოცა და მორატა სეტრიკი. ეს რა იყო? ასე საწყლად წაგება არ შეიძლება. კონკურენცია უნდა გაუწიო. როდესაც ხარ 2-1 ლიგის მფლობელი. გასაგებია, ახლა ყველა დეგენი არა, მაგრამ 1 ლიგის ფინალში ესენიც იყვნენ ზოგი ძირითადში. აი აქ არც კიცადეს ბურთზე და რას შვები? ხარატიშვილი, ლუკა. აბუაშვილი, კარგია. აბა ერთ გოლს მაინც თუ გვაჩუქებს და საჩუქარი გაუკეთა საქართველოს ნაკრებს აბუაშვილმა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. მეორე გაგვიჭირდება, ანუ აქაც შანსი აღარ ყავს. დროც აღარ დარჩა ძალიან ბევრი, მაგრამ მეორე გოლიც სასიამოვნოა, მაგრამ რაღა მეორე გოლი იმ წამსვე დამთავრდა თამაში და 9-ის განახებთ სავარაუდოდ ესპანეთი გადავიდა პირველ ადგილზე. ესპანეთი პირველზე, მეორეზე საქართველო, მესამეზე სლოვაკეთი, მეოთხეზე კვიპროსი, ლინტენშტაინი, რა თქმა უნდა.